ახლა გავიგოთ, როგორ პოულობს გაბრიელი შთაგონებას ყოველდღიურობაში. დანახულის ხელოვნება. ხანდახან გაბრიელი ფიქრობს, რომ შთაგონება კოსმოსიდან უნდა ჩამოფრინდეს, თითქოს ეციური მუსის სახით, მაგრამ რაც დრო გადის, მით მეტად აცნობიერებს, შთაგონება უფრო ხშირად იქ ასადაც ყველაზე ნაკლებად ეძებ. კარადას თან მიმალულ ჩრდილში, ფანჯრიდან შემოსულ სხივის ოქროსფერ ბილიკში, ან ბებიას ჩაის, ოდნავ დაბზარულ, მაგრამ სითბოთი აღსავსე ჭიქაში. ქუჩის პოეზია. გაბრიელი შთაგონება ხშირად მოდის მაშინ, როცა უბრალოდ ქუჩაში მიდის და გამლელებს აკვირდება, როგორ გრაციოზულად იჭერენ ჩანთას, როგორ ატარებენ ფერებს, ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ, რაოდენ ჰარმონიულად ერწყმის ეს ფერები მათ შინაგან სამყაროს. სიჩუმის ხმაური. სიჩუმეც შთაგონებაა მისთვის, სწორედ ამ წამებში, როცა გარე სამყაროს ხმები წყდება და მხოლოდ საკუთარი აზრების კამერონს უსმენს, შთაგონება უხმოდ მოდის და ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს მაშინ. ნაბეჭდი ნაბერწკლები. ხანდახან საკმარისია ერთი წინადადება ამოიკითხოს წიგნში, ისიც კი, რაც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი იქნებოდა მისთვის. ერთხელ ასეთი სიტყვები წაიკითხა. სხეული არის არქიტექტურა, რომელიც თავად ქმნის საკუთარ სახურავს. და იმ წამსვე მიხვდა, რომ ეს ფრაზა უნდა გარდასახულიყო ვიზუალურ იდეად. სკეჩბუკი მალევე აიღო და დაიწყო თავისი შემოქმედება. წვიმის ტექსტურები. განსაკუთრებულ შთაგონებას ხატავს წვიმა მის მგონებაში. მისი სურნელი, რიტმული ჩქამი და ის მცირე დეტალები, მაგალითად როგორცაც ქმნის წვიმის წვეთი, შარლის ტოტზე. ბზერის საიდუმლო. გაბრიელი ფიქრობს, რომ შთაგონებას არ სჭირდება გრანდიოზული მოვლენა. მას მხოლოდ სიმშვიდე და დაკვირვებული თვალი სჭირდება, როცა ჩვეულებრივში არაჩვეულებრივს ხედავ. შთაგონება უკვე შენთანაა, ჩუმად, მშვიდად და ყოველთვის ზუსტად დროულად. თუ გაბრიელის ისტორიამ შთაგაგონა, გამიხარდება შენი აზრის მოსმენა კომენტარებში. ნახვამდის.